იასი ჩილეს ნაკრების წევრი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შეიძინა ზელდამ ჰამბურგიდან. და დანარჩენ 4 ფეხბურთელი არის შედარებით უცნობი. როლა ბორხა ფერნანდესი, ბორხა იგლესიასი, პაპე დიოპი, ოღონდ ეს ის პაპე დიოპი არაა, რომელიც ეს მიჯობეცლებია თამაშობს, სხვა არის ესპანელია თან და დავით გოლდარი. ეს შეასრულა ჯარიმა საკმაოდ სახიფათოდ. თუმცა ისეთ საბეჭდება შეიგდნა, სერხიო ალვარესი აკონტროლებდა მას სიტუაციას, კუთხეზე თქოს ჩაკეტილი ჰქონდა ზელდას მეკარეს. ბარემ ბარსელონას ფეხბურთელებზე ვთქვათ, ცოცხალ კედელში მდგარმა მოთამაშეებმა არც კარგად იმოქმედეს, დაიშალა კედელი და გოლი რომ გასულიყო. კარგად თამაშის დაცვაში, თუმცა ინიესტა წამოეპარა. შესანიშნავი გადაცემა და ვერ გაიტანა. რა კარგი იყო. ინიესტა შესანიშნავი იყო წინა ეპიზოდში. ბუსკეტსი და მესი. მესი მოაყვა სელტას ფეხბურთელის საჯის და მოვიდა აგერ საჯარიმოში. ძალიან კარგი ეპიზოდი იყო. აი აქ იყო მეორე, მაგრამ ვერ მიწვდა დანი ალვესში ბურთს და მერე პაბლო ერნანდესისგან წავიდა ბურთი მაინც სელტას კარის მიმართულებით, თუმცა სერხიო ალვარესმა თამაშა კარგად. ანგარიში გავიდა წინ. ბარსელონამ მოიპოვა უპირატესობა, მე შეიძლება თავის დაზოგოს, იმიტომ რომ აგერ სათამაშო აქ შენ თქმის არ იყოს. ოთხშაბათს ერთი თამაში მე ჩემპიონთა ლიგა უწევს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მესი. კიდევ ერთი მცდელობა და რა გოლი გაიტანა ლეო მესიმ. შესანიშნავი ბურთი 28 წუთზე არგენტინელმა ულამაზესი გოლი შეაგდო. საოცრება. პირდაპირ ცხრიანში არანაირი შანსი აქ რა თქმა უნდა ალვარეს არ ჰქონდა. მეორე მცდელობით არგენტინელმა გააკეთა ის, რისი გაკეთებაც ძალიან კარგად გადა, რასაც ძალიან კარგად აკეთებს. შეასრულა ჯარიმა, შორი იყო მართალია კარამდე, მაგრამ მესისთვის შორი როგორც ასეთი არ არსებობს. თბილისში გაიტანა დაახლოებით ამ პოზიციიდან. ულამაზესი გოლი პირდაპირ რასაც ვთქვათ ცხრიანში შეაგდო მესიმ. ამას ალვარესი კი არა. ორი ალვარესი რო ყოფილიყო, მაინც ვერ აიღებდა ჯამში. საჩიელო, საოცრება. ბრავო. ტეპს, ეს აღარ ხდება. კი, ეს ნათქვამიც გვაქვს ეთერში. შესანიშნავი ეპიზოდი. რა კარგი იყო გოლი. გუიდეტიმ ძალიან კარგი პასი გააკეთა და საერთოდ მატჩია მშვენიერი. კი, კარგი პასი იყო ნამდვილად, გოლმაც მოიწონა. რამხელა პასი იყო, ნახე რამ სიგზე. და როგორ გადაწყვიტა აქედან დარტყმა. ალეო ვამბასტენი გოლან კარგად უწია. საჯარიმოში კი არა, ბეტოქს ნახევარზე რომ იღებს ბურთს უკვე იქაა საკითხი. ეს თქმა შეიძლება. სახლინა რო გამოდის, ამაზე რომ მიდის უკვე იქაა საფეხბურთო მესი. აეჭრა გურთი ალბას, მაგრამ საკუთარ სილამაზით კარგი იყო, დიკამატო კარგი. მე თავიდან მომეჩვენა რომ დიდი მანძილი ცდებოდა ბურთი კარს, მაგრამ ისე წავიდა კარისკენ რომ არა სანტიმეტრები დააკლდა პრინციპში ალბას. დი ცხრიანში შეიძლება და შეეგდო. გვიდეტი, ვასი, კარგად ითამაშა ძალიან ვასმა, პასიც გააკეთა გვიდეტიზე, მაგრამ არა დაიბრუნა შოტმა ბურთი დაეცა და 11 მეტრიანის დანიშნა შეიძლება და არის 11 მეტრიანი. იყო დასანიშნი. დანიშნა ალეხანდრო ერნანდესმა. შეცდომა დაუშვა ხორდი ალბამ, რომელსაც ჯერ გვიდეტიმ ბურთი აართვა და მერე ალბამ ფეხი მიარტყა შვედს. თვითონ აარტყავს შვედი. ასეთი გამომეტყველებს თორსა გეტყვის მე დავარტყავ და თან ბურთი უჭირავს, არ მოგინდებათ რომ მიხედე და ბურთი გამოართვა. ეჭვი მაქვს ვასი იყო ფეხბურთელი, რომელიც ასევე ფიქრობდა პენალტის შესრულებაზე, პრისიც კარგად ასრულებს სტანდარტულებს. აი ნახოთ. კი, რა თქმა უნდა, გამოსდო ფეხი, გამოუსვა ცელივით მერე ალბამ გვიდეტის. ეს რომ თავიდან ბოლომდე მისი ბრალია ეს 11 მეტრიანი. ჯერ ბურთი დაკარგა და მერე წააქცია შვედი. რომელსაც ექნება ახლა შანსი რომ გაათანაბროს ანგარიში. თავისივე მოპოვებული პენალტით. კარგი ფორვარდია საერთოდ გვიდეტი. და ძალიან ახალგაზრდა ჯერ. ხო, მიუხედავად იმისა, რომ 5 წელია მომონეკო გესმის მისი სახელი და გვარი. ახალგაზრდა. ძალიან პატარაა, ჯერ კიდევ შარსან ახალგაზრდა ნაკრებში თამაშობდა ევროპის ჩემპიონატზე. გახდა ევროპის ჩემპიონი დაახადა.
ხო დაბა გუიდეტი ბრავოს წინააღმდეგ ისა ნიშანი არბიტრმა შვედის გამორბენი დარტყმა და გაიტანა გუიდეტიმ 1-1 წუთზე ანგარის ათანაბრებს სელტა და კიდევ უფრო გააჯავრა გულშემატკივრები ამ ჟესტით შვედმა ფორვარდმა არ არის ნოლიტო არ არის ასპასი არ არის ორელიანა მაგრამ სელტამ გოლი მაინც შეაგდო გამოისვა მაგრამ კარგი დარტყმული იყო არ დაიბნა ამ მეკარის მოძრაობების გამო ვიდეტი და ძლიერად დაარტყა. რაც თავად იმიტომ რომ ცოტა სუსტი რომ ყოფილიყო დარტყმა ბრავოს შეიძლებოდა მოეგერიებინა ეს ბურთი. როგორც ამ ეპიზოდში კიდევ ერთი შეტევის მცდელობა ნეიმარი შევიდა მაინც აჯარიმოში შესანიშნავი ფინტი პასიც გააკეთა სუარესის დარტყმა ძელს ხვდება ბურთი სერხი რობერტოს დამატება და გადარჩა აქსელტა. დიდებულად ითამაშა კიდევ ერთხელ ნეიმარმა, მაგრამ არ გაუმართლა მის სუარესი მარილება სპორტელი. მესი შესანიშნავი პასი და ბრწყინვალე გოლი. 2-1 ბარსელონა გადის წინ, კიდევ ერთი შედევრი რომელიც შექმნეს აი ამ ფეხბურთელებმა. მოსალოდნელი იყო აბსოლუტურად. აღნიშნეთ ჩვენ რომ დროის ამბავია გოლი. ზღაპრულ ფეხბურთს თამაშობს ბარსელონა, ეს არა მარტო დღეს. საოცრება. ბოლო დეკადა ალბათ. მაგრამ აი ეს სამი არანორმალური ფეხბურთელი მაინც ახერხებს რომ ყოველ დღე გაგვაოცონ. აი ახლაც შეხედე. აპასი გააკეთა მესიმ და სუარესმაც ამ დარტყმას ასრულებს ხოლმე ჯარიმებიდან, მაგრამ ჯარიმების შესრულების შანსი არ ეძლევა სელტაში ნოლიტოს გამო. მესი გააკეთა მაინც გადაცემა ნეიმარი და გავიდა მაინც გოლი. ეს გოლი შეაგდო ლუის სუარესმა. შესანიშნავი კომბინაცია. როგორ მოატყუა ნეიმარმა აქ სერხიო ალვარესი მე მეგონა რომ დაკარგული იყო. ნამდვილად მეგონა დაკარგული. აი ამ ტრიომ გაათამაშა ისევ საგოლე კომბინაცია. მესიმ შექმნა დიდწილად ეს გოლი, იმიტომ რომ წამოიღო ბურთი და რთულ სიტუაციაში მიაწოდა ნეიმარს, რომელიც თითქოს უკვე აღარც ელოდა ამ პასს. როგორ მოახერხა აქ მეკარის მოტყუება. ოჩახ უგო მალიოსაც რომელმაც რთულ სიტუაციაში იხსნა თანაგუნდელები, მაგრამ სუარესი უკვე ვერ ამშეაჩერა. აი აქ ისე მოატყუა ალვარესი როგორც კაბრალი რამდენიმე წუთის წინ ნეიმარმა. და პირველად მე პირადად ასეთი ფინტი, აი ასეთი როცა ბურს დააბიჯებს ფეხბურთელი და გვერდზე წამოიღებს. ნახე 96-ის ევროპის ჩემპიონატზე დავურ შუკერის შესრულებით. თუ არა 98 წლის სოფლიოს გერმანიასთან გააკეთა ასე. სოფლიოზე სამყარო. ვერ ვიტყვით რომ ბარსელონა დღეს აჩვენებს მაქსიმუმს, ვერ ვიტყვით რომ ეს არის. მაგრამ აჩვენებს საოცარი სილამაზის ფეხბურთს, საოცარი სილამაზი. შეიძლება თუ ანათხოვრება დაიღო ეს რომას სიმეს უარ მეგვირს ახლა. ესეც საცირკო ნომრებზე და შეიძლება დასრულება ამის არა ვერ გაიტანა. უნდა გაეტარებინა კაბრალს. ბარემ გასულიყო ეს გოლი. არა, ნუკა ეს მაინც გაიმეორონდა გვაჩვენა ახლა. ძელდება ჯერ კიდევ შეტევა მესი. შესანიშნავი იყო და პენალტი. ეს არის არა ამ ქვეყნიური ფეხბურთი საერთოდ რასაც ეს ფეხბურთელები გვაჩვენებენ. ასეთი რაღაც შეიძლება ადამიანმა ნახო 10 წელიწადში ერთხელ. არ ვიცი ახლა. ეს მონაკვეთი 2 წუთიანი თან არის ამოსაჭრელი და სამუდამოდ უნდა ატრიალო ყველა ტელევიზიის საშუალებით. აუქნა აქ ხონიკასტროს, დააკვირდით როგორ მოატყუა სელტას ამ შეხვედრაში ცენტრალური მცველი. არის ნეიმარის ის მომენტი გაიმეორა. ნეიმარი უნდა აჩვენონ აუცილებლად. ესეც საოცრება იყო რა თქმა უნდა, რატომ ლაპარაკი. ისაც ნეიმარმა გააკეთა მე მსგავსი რამ არა ისე თამაშის დროს აი ასეთ დონეზე არ მინახავს. ეზოში მინახავს. ხო, ეზოში კი ბატონო, ვარჯიშზე შეიძლება.
ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრაში თან სელტას დონის გუნდთან. დუბლის შანსი აქვს მესის. გაათამაშა 11-იანი ბარსელონამ და გაიტანა. აი ასეთი რაღაცები შეიძლება დღეს ნახოთ ურმე. დღევანდელი შეხვედრა საერთოდ არანაირ ჩარჩოებში არ იზრდება და არაფერს შეაწერია ის, რასაც აკეთებენ. აი ეს არის საბენეფისო რაღაცა, არ ვიცი. სრული სიგიჟე ხდება ნოუკამზე. პენალტიც კი გაათამაშა ბარსელონამ. ეს თამაში არის, რა ვიცი, შესანახი სამუდამოდ. კი გამიკვირდა ახლა რომ მესი ურტყამდა პენალტს, იმიტომ რომ ვიფიქრე ახლა ნეიმარს არ გაატანიებენ ან სუარეს, რომელიც ბომბარდირთა დავაში უნდა გაწინაურდეს და აჰა აგერ არის ბატონო. ესე იგი დღეს ვიხსენებთ ხო ესეთი რამ ბოლოს ამ დროს ნახე, ესეთი რამ ბოლოს მაშინ ნახე, ასეთი რამ მე ნანახი მაქვს ჩანაწერი, იმიტომ რომ მე თამაში დაბადებული არ ვიყავი და მე მგონი მამაჩემ დედაჩემს წარიცნობდა ჯერ. როცა აიაქსმა გააკეთა მსგავსი რამ და გოლი გაიტანა, მაშინ კრუიფმა გაათამაშა ეს პენალტი. კრუიფმა რომელიც ბარსელონასთან აი ეს ტორპედოს აქვს ესეთი რამ გაკეთებული. და მე რაც მაქვს ნანახი ალეკო კვერნაძეს. კრუიფი კვერნაძე ესე იგი და მესამე რობერ პირესი, როცა არსენალმა გააკეთა იგი, მაგრამ არსენალს არ გამოუვიდა, იმიტომ რომ ბურთს არ ქონდა. ეთყობა ეს იყო, რომ იცი რა 4-1-4-1-4-1-4-1-ია, კი ბატონო, კარგი 4-1 მოიგებ შენც. მაგრამ 4-1 წაგებული გაქვს. მაშინ რაღაც უნდა გააკეთო ისეთი, რასაც ვერან ვერ გააკეთებს, ვერასოდეს ერთად. ხო არა, არსენალმა დღეს ისეთი რაღაცები გვაჩვენა. ხო არა, ახლა შეუძლებელია რომ სელტას გულშემატკივრებს და ფეხბურთელებს ეს ძალიან წარედ არ დაამახსოვრდეთ ძალიან დიდი ხანი. ხო, ნახე გაერთა რა. აი, კიდევ ერთი შედევრი და 5-1. არ ვიცი, ეს არის საოცრება რაღაცა რა, ბრავო. სუარესის გენიალური გადაცემა და რაკეტიჩის წინვალე გოლი. ფენომენალური ფეხბურთია ეს. ეს არის ფენომენალური ფეხბურთი. აი ეს არის ფეხბურთი. რაკეტიჩმა რაღაც უცნაური რამ გააკეთა, ხომ? აი ისური არ გაიხადა ვითომ ყვითელი არ მიიღოს, მაგრამ მაინც შეიძლება აჩვენოს არ ვიცი ამის გამო. შემოიტრიალა და აჩვენა ყველას რომ თვითონ არის რაკეტიჩი. რაც ისეც უცოდით. ნახო, უკან და დაატრიალოს, ასე ვერ გააგრძელებს თამაშს. მე მგონი ყვითელი მაინც მიიღო. ნახეთ პასი. თავზე გადაუგდო ბურთი ივანმა. სერხიო ალვარეს. არა, ეს არის რა საოცარი მატჩი, ეს არის სეზონის მატჩი. მე ასეთ სიამოვნება ფეხბურთის ამაზე უკეთესი ხო რა უნდა იყოს? ყურებით არ მემეღია ამ სეზონში ყოველთვის. სასწაულია რაღაცა. ის ნეიმარი მაინც დაგვიმარეს. ხო, ის რამდენი რამ იყო თქვა, აი ის პასი, ინიესტას არანორმალური პასი პირველ ტაიმში. რომელიც არ გვაჩვენეს. სუარეს მეოთხე გოლი მიაწერეს. ისეთი მაგარი პასი გააკეთა, რომ ბარემ მეოთხეც სუარესმა შეაგდო. ეკუთვნის. 4 არ გაუტანია მას მისთვის სამწუხაროდ 3 აქვს დღეს შეგდებული. ბომბარდირებს დაწინაურდა ისევ. გაასწრო რონალდოს 23-ია უკვე. სულაც ანგარის 21 აქვს უშტიანოს. აი ასეთი სპექტაკლების დათმო შეიძლება რამდენის. კიდევ უახლოეს წლებში. იმედი ესე ამონება არ მოგვაყოლდა. ესენი არიან 3 იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომელსაც აქვს ქიშტობა საოცარი ერთმანეთში. ნეიმარი, მანაც უნდა გაიტანოს დღეს და გაიტანა. 6-1. სუარესის შესანიშნავი გადაცემა და ბრაზილიელმაც ელეგანტურად გააკეთა ყველაფერი. ეს არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ რომ რამენაირად ან რა სიტყვები შეიძლება მოძებნო. მე მგონი საერთოდ ენაში, არც ქართულში და არც რომელიმე უცხოურ ენაში არ არის ის სიტყვა, რომელიც ზუსტად და ადეკვატურად ასახავდა იმას, თუ რასაც დღეს ბარსელონა აკეთებს. შეიძლება უბრალოდ ადგე და უწმაწური სიტყვები ჩამოთვალო ახტაცების გამოსახატად, იმიტომ რომ ეს უხდება ხოლმე ყველაზე მეტად აი ასეთ სიტუაციებში. სირაი დღეს ჩვენ გვაქვს ეთერში All-Star-ზე მატჩი NBA-ის და მე მგონი აი პრელუდია ეს, ხო? პრელუდია, ხო, იმიტომ რომ აი ეს არის All-Star-ზე საფეხბურთო. ასე რომ დღეს 100%-ით გეთანხმები. სიგრძის ეთერში ყველა სპორტში All-Star-ის მატჩია. საფეხბურთო All-Star-ი ან თან ფერებიცაც თუ ისე მოხდება Harlem Globetrotters-ი. ხო, შეიძლება. ესეც შეიძლება. საფეხბურთის Harlem Globetrotters-ი.
არის არა მარტო დღეს იყო ბარსელონა, არის ბოლო რამდენიმე წელიწადია და ისურვოთ რომ კიდევ რამდენიმე წელი იყოს. წუთია სულ დარჩენილი სელტას წვალების დასრულებამდე, არა და 2-1-მდე რა კარგად თამაშობდა სელტა და მეორე გოლი გაიტანა თუ არა ბარსელონამ. არა ესეც ხო თქვით, რომ დროის ამბავია. ალეკა იმის მერე გუნდი. მოგებაც არის და მოგებაც 6-1 შეიძლება მოიგო 7-1 უფრო დიდი ანგარიშთან შეიძლება მოიგო, მაგრამ არა საოცარ ფეხბურთს თამაშობენ. საოცარი რაღაცები აკეთეს დღეს მე არ ვიცი ხა ესა